მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. თავად მზეა ამაღლობელის როგორც ქალი ჟურნალისტის შემთხვევა გასაგებია უკვე ამდენი დღეა აბსოლუტურად ყველანაირი შეფასება ობიექტურად გაკეთდა მათ შორის სამართლებრივ საფუძველზეც, არასამართლებრივ საფუძველზეც. ეს არის რეჟიმის ანგარიშწორება და რეჟიმის მიერ საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი შემთხვევა ჟურნალისტი ქალის წინააღმდეგ ესეთი მეთოდების გამოყენებით, რომელსაც არ აქვს არანაირი არც სამართლებრივი, არც სხვა რაიმე ტიპის არგუმენტაცია გარდა იმისა, რომ რეჟიმი უპირისპირდება ამ პროფესიას, უპირისპირდება თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის მებრძოლ ადამიანებს. ეხლა ესეთი კომენტარის მოსმენა ადამიანისგან, რომელიც ცნობილია, განთქმულია ბევრ, ასე ვთქვათ, კორუფციულ ქმედებაში, ბევრ შეცდომაში, მათ შორის ქალაქის განვითარება იქნება თუ სხვა მიმართულება, შეცდომა ჭყალებს სკული ხო რა თქმა უნდა და არც ერთხელ თავის ქმედებებზე ამ ადამიანს არანაირი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა არ აუღია, არათუ ღიად გამოსულა და ბოდიში მოუხდია, ესე ვთქვათ, ძალიან ძნელი მოსასმენია და საუბრობთ ქალაქის მერზე, ქართული ოცნების მაღალ ჩინოსანზე, მოდი ესე ვთქვათ, რომელსაც ბევრად უფრო მეტი, ასე ვთქვათ, საჯარო ვალდებულებები და საჯარო პასუხისმგებლობები აქვს. ამიტომ ეს ახლა არის რაღაცა ნელთბილი კომენტარი, რომელიც რადგან საზოგადოების აღქმები ქალბატონი მზიას საქმის მიმართ საკმაოდ მკაფიო და ცხადია, აჟღერებს კახა კალაძე, რომ თავისი პოლიტიკური რაღაცა, ასე ვთქვათ, პოზიციონირება ინდივიდუალურად შემსუბუქებულად წარმოაჩინოს, თორემ რეალურად ცდილობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ საუბრობთ ინდივიდუალურად ის არ ასახავს ამ შემთხვევაში პარტიის არ ამგონია, რომ ის საერთოდ ასახავდეს პარტიის პოზიციას, იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ დღესვე, მანამ სანამ კალაძეს ახასიათებს ხოლმე თვით შემოქმედება საკუთარ თავის მათ შორის საკუთარ თავზე იმიჯის რისკების შესამცირებლად და ეს ბევრჯერ გვინახავს ჩვენ და ესეც ერთ-ერთი ამის გამოხატულება, ამას არაფერი აქვს შინაარსობრივ ნაწილთან კავშირი, აბსოლუტურად აქ კავშირი არ არსებობს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქალი ჟურნალისტი, რომელიც უზარმაზარი ჯანმრთელობის რისკების ქვეშ არის, დღეს მისი პროტესტის შიმშილობის გამო და მე ვთხოვ მას და მიმართავ, რომ იქნებ შეწყვიტოს ეს შიმშილობა და მოუწოდებს საზოგადოებას, რომ ამ თხოვნას შემოუერთდნენ. აი ამ ქალის მიმართ აგორებული კამპანიის, ესე ვთქვათ, მიღმა მხოლოდ და მხოლოდ სისტემის მიერ ანგარიშწორებაა და არაფერი სხვასთან ჩვენ საქმე არ გვაქვს. სისტემა არ აჩვენებს უკან დახევის ნიშნებს არც სხვა პატიმრების შემთხვევაში, თუმცა ძალიან საინტერესო იყო პასეში მიმდინარე მოვლენები, რომელიც აღწერა თეონამ და ის რომ შესწორებებში, რაც არის ამ დათქმებში, პოლიტპატიმრების თემას არ შეხებიან, შეეხდნენ არჩევნებს. რადასკვრის საშუალებას გაძლევთ ეს რაღაც ირიბად აღიარეს თუ ნაკლებ მნიშვნელოვანია მათთვის და არჩევნებზე დადეს მთელი სული. ნუ ახლა იცით როგორ არის, რომ კიდევ ერთხელ სხვადასხვა საკითხებზე სხვადასხვანაირად ცდილობს პოზიციონირება გააკეთოს ქართულმა ოცნებამ. ახლა ამ შემთხვევაში ინდივიდებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ არიან იქ წარმომადგენლები ამ დელეგაციის, ჩვენ საუბრობთ თია წულუკიანზე, რომელიც ხელმძღვანელია ამ დელეგაციის. ის ყოველთვის ცოტა განსხვავებულად როგორც კალაძე პოზიციონირებს ხოლმე, ხო, თავის განცხადებებში. ხა მე არ მინდა პოლიტიკური განცხადებების რაღაცა კომენტირება მოვახდინო. საქმე და მესმის ფორმალურად მისი შესწორებებია, კი რა თქმა უნდა. საქმე რაშია, იცით რომ ძნელია ახლა დღევანდელ მოცემულობაში, როდესაც მე 17 დღეა, ხო, თუ არ ვწდები ქალბატონ მზიას, ხო, შიმშილობის ძნელია აი ამ ფაქტს რაღაცნაირად გვერდი აუარო. და რაღაცნაირად ესეთი გამწვევებული მგრძნობელობის ფონზე გამოხვიდე და ევროპელი კოლეგების, ასე ვთქვათ, წინაშე კიდევ რაღაცა გააბევრო და გაამდიდრო შენი ტყუილი. ხოცა იყო ფაქტორი რის გამოც მათ შორის, რა თქმა უნდა, მე ესე მგონია, ეს იქნებოდა ძალიან აშკარა და თვალთმაქცური ნაბიჯი და მათთვის ეხლა ეს საკითხი ნაკლებად საბოლოო ჯამში ისინი ხო, ასე ვთქვათ, სინჯავენ, რისი დათმობის შესაძლებლობა შეიძლება კონდეთ და აქედან ამოდიან მათი იქაური მანდატის ფარგლებში და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ძირითადი აქცენტი გააკეთეს მათთვის, ასე ვთქვათ, კრიტიკულად მძიმე საკითხს ეს არჩევნები და ახალი არჩევნების დანიშნა არ მოუწიოთ და სხვა ყველაფერი შეიძლება
დათმო. მე ესე მგონია ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ამ მოცემულობით ჩვენ ვაკვირდებით, მათ შორის ამ პოლიტპატიმრების თემაზე გვახსოვს ხო მაკრონის ზარეც გვახსოვს, მერე ოცნების თავის მართლების პოზიციაც გვახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ სრულად მართული მართლმსაჯულების სისტემა დღეს პირდაპირ დაკვეთას ასრულებს, რა თქმა უნდა ისინი შეასრულებენ საპირისპირო დაკვეთასაც და ეს შეიძლება იყოს ესე ვთქვათ მოლაპარაკების საგანი. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ აქ მთავარი ეს არ არის. მთავარი არის ის, რომ დინამიკაში ჩვენ ვხედავთ, რომ ფაქტობრივად მთელი საერთაშორისო საზოგადოება ქართულ ოცნებას როგორც ფორმალურ მმართველს ამ ქვეყნის უკვე არ აღიარებს და მათთან ჩვეულებრივად საქმიანობას არ აგრძელებს. ამის გამოძახილია ეს კონკრეტული მოვლენაც დელეგაციის მანდატებთან დაკავშირებით და მე ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით შიდა პოლიტიკური ჭრილშიც მათ შორის. ეხლა დღეს პროპაგანდას ესე ვთქვათ ვადევნებდი თვალს და ოცნების პროპაგანდა ცდილობს, რომ ეს მოვლენა ცალკე აღებულად, იზოლირებულად გაყიდოს და როგორც ყოველთვის მთელი პასუხისმგებლობა მეორე მხარეს ანუ ევროკავშირს ვთქვათ დააკისროს. თუმცა ერთი რამეა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროცესი მათ შორის ხელისუფლების პოლიტიკური იზოლაციის პროცესი არ დაწყებულა არც ამ არჩევნების გაყალბებით და არც ხელმეორედ რუსული კანონის იზოლირებით ვთქვათ ინიცირებით. ხომ ეს პროცესი დაიწყო ბევრად უფრო ადრე. ეს პროცესი დაიწყო პირველ რიგში შარლ მიშელის შეთანხმების პირობების დარღვევით და ჩვენი პარტნიორების მაშინ ყველაზე მასშტაბურად გადაგდებით, რომელსაც მოყვა მთელი კასკადი, ხომ? მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე. მოყვა ასევე ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობისა და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების პირდაპირ პარტიასთან და შესაბამისად ივანიშვილთან დაქვემდებარების თვალსაზრისით. მოყვა პირველი ჯერი რუსული კანონის ინიცირების შემდეგ, მოყვა კიდევ უფრო ნაბიჯები დისკრედიტაციის დასავლეთის და საერთოდ ომისა და მშვიდობის რიტორიკა, ხომ? ჩვენ მიუხედავად ოცნების პროპაგანდისა, ყოველთვის უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, რომ ის მდგომარეობა რა მდგომარეობაშიც დღეს იზოლაციის თვალსაზრისით ოცნება არის, ეს არის მისი განგრძობითი და თანმიმდევრული მიზანმიმართული ნაბიჯების შედეგი და არა ცალკე აღებული, ესე ვთქვათ, აი ამ თანმიმდევრული პოლიტიკის გათვალისწინებით პრაგმატული მისთვის ძალაუფლების შესანარჩუნებლად რა გავლენა შეიძლება ქონდეს პროცესზე, თუ ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ამ დათქმებით შეჩერდა დროებით მათი მანდატები. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ რამდენად სერიოზული იქნება პროცესისთვის? ეს იცით რას ნიშნავს? ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ამის ტრანსკრიფცია, ამის ახსნა გადმოვცეთ შიგნით საზოგადოებისთვის, მათ შორის ქართული ოცნების, ვთქვათ, ფუნდამენტალისტი მხარდამჭერებისთვისაც, ესე ვთქვათ, რომლებსაც ჯერ კიდევ შეიძლება სადღაც თავიანთი, ესე ვთქვათ, ფიქრის წიაღში კონდეთ იმის აღქმა, რომ ქართული ოცნება ადეკვატურ რეაგირებას აკეთებს, ესე ვთქვათ, ევროკავშირის ქმედებების საპასუხოდ და მათ ადანაშაულებდნენ. ეს ნიშნავს ჩვენი ბოლო 30 წლიანი მთავარი ფუნდამენტური წინსვლის ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაბიჯის აბსოლუტურად გაცამტვერებას და ამ ქვეყნის თან გაცამტვერებას არა რიტორიკის თვალსაზრისით, არა ნარატივის და გზავნილების თვალსაზრისით. არამედ პირდაპირ ფურცელზე ფორმალურად აი ამ ასე ვთქვათ ჩვენი მიღწევების გაცამტვერებას და ეს არის არ ვიცი, ესე იგი, როგორ უნდა ახსნა ამის სიმძიმე სხვაგვარად. ეს არის უამრავი წლით უკან დახევა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე, რომლის აღდგენის არანაირი რესურსი ქართულ ოცნებას აღარ ექნება. როგორც ეგრეთ წოდებულ მთავრობას, ხო? შესაბამისად, ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება და დაველოდოთ ჯერ არ ვიცი ხო უფლებამოსილების არცნობას მან დელეგაციისას, თუმცა ახლა არის ვერსია ასეთი, რომ შეზღუდული უფლებამოსილებით გააგრძელოს ოცნება, მაგრამ იყოს დათქმები. აი როგორ გქონიათ, ეს ხომ არ არის უკეთესი პროცესისთვის, თუ მაინც თქვენს პირველ მოთხოვნას. კიდევ ერთხელ, ნახეთ, აქ მთავარი რა არის, რომ ჩვენ და ეს უნდა აღვნიშნოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა საპროტესტო მუხტის მათ შორის საზოგადოების ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს პირველი ფაზის ფარგლებში იყო სწორედ ის, რომ მომხდარიყო პოლიტიკური იზოლაცია მაქსიმალური მასშტაბით და დიდი მადლობა ჩვენს მათ შორის ახალგაზრდებს და არა მხოლოდ ახალგაზრდებს, ეს მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც არის ამ პროცესში, ეს პირველი ფაზა დავხურეთ, ხო? ძალიან წარმატებულად ამ თვალსაზრისით. და ესეც ბუნებრივია ამ კუთხით, ესე ვთქვათ, ის რომ ქართული ოცნება საერთოდ არანაირ დათმობაზე არ წავა, არანაირ პირობაზე არ წავა მათ შორის აი ამ მანდატების შენარჩუნებისთვის, ეს მხოლოდ იმას აჩვენებს,
რომ მათთვის ძალაუფლების შენარჩუნებას უკვე აბსოლუტური მნიშვნელობა აქვს და არანაირი ინტერესი ამ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე შესაბრუნებლად, დასაბრუნებლად ევროკავშირის პერსპექტივის შესანარჩუნებლად მათ არ აქვს. ეხლა მათ თქვენ მკითხავთ, რომ ამას კიდე დადასტურება ჭირდება? დიახ, ჭირდება. ამას ჭირდება კიდევ ბევრჯერ მსგავსი ტიპის უხეში გადაწყვეტილებების მიღება ქართული ოცნების მხრიდან იმისთვის, მათ შორის, რომ მათ აღარ დარჩეთ შიგნით არავითარი პოლიტიკური მოკავშირე, მათ შორის პირველ რიგში ამორჩეულს თუ მხარდამჭერს გულისხმობ. აი, როცა საუბრობთ ევროპის რეაქციაზე, პრეზიდენტის მხრიდან იყო ამ დღეებში რამდენიმე კრიტიკული გზავნილი. დღეს საფრანგეთის პარლამენტში მოусმინეს თქვა, რომ ევროპის პასუხი საკმარისად სუსტია. არ არის ის კმაყოფილი. თქვენ ისეთ თქმა შეგიძლიათ, რამდენ საფუძვლიანია ეს კრიტიკა. თქვენც იზიარებთ თუ არა ამ უკმაყოფილებას? ეცეთ როგორ არის რომ აი, იმ კონტექსტში პირველი ფაზა წარმატებულია, ამბობთ. თუ კითხვას ესე დავსვავთ, რომ მეტის გაკეთება შეეძლო თუ არა ჩვენს პარტნიორებს, ალბათ აქ ზღვრის დაწესება და ჭერის დათქმა საკმაოდ რთული იქნება და ალბათ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა წმეხის და ზეწოვის გაზრდის თვალსაზრისით, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ უკვე რა შედეგებიც მივიღეთ, ესე ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა და ძალიან მნიშვნელოვანი წონა აქვს საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ახლა მაგალითად არის რაღაც ჩავარდნები ხარვეზები, მაგალითად აგერ ივანიშვილის ოჯახი 2 დღის წინ ახალი საქართველოს იურისდიქციაში დააფუძნა ახალი ბიზნეს სუბიექტი, ხო, რომელზედაც ცდილობს პოტენციურად სანქციების ქვეშ მოყოლილი თანხების შენარჩუნება მოახდინოს და ადამიანი, რომელიც გვიმტკიცებდა რამოდენიმე წლის წინ, რომ მას არანაირი ბიზნეს ინტერესები საქართველოში არ გააჩნია, ფაქტობრივად, აგერ გუშინ პირველ ხტომაზე საკრებულოზე მიიღო დადგენილება, უფლებამოსილება, რომ ააშენოს 47 და 27 სართულიანი მეგა პროექტი ორთაჭალის ტერიტორიაზე, რომელიც είναι მულტიფუნქციონალური, რომელიც დაწერს მილიონებს მისი ბიზნეს ინტერესებისთვის. ადამიანი, რომელიც ამბობდა, რომ არაფერს არ აკეთებს, აგერ მის ყოფილ ბიზნეს პარტნიორს ედავება რამოდენიმე ათეული მილიონის ესე ვთქვათ, მისი შემოსავლების საქართველოზე არსებული ტერიტორიაზე გაკეთებული ბიზნესის, ხო, ფარგლებში. ამიტომ, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ჩვენ დღევანდელი მოცემულობითაც საკმაოდ კარგი დინამიკით მოდი ესე შევაფასოთ, მივდივართ. მაინც თავს იკავებთ კრიტიკისგან დასავლეთის, ხო? არ ვიკავებ, მე ვთქვი, რომ მეტი შეიძლება, არ მithქვამს, რომ ეს არის იდეალური, მაგრამ ჩვენ უნდა ვაღიაროთ და აღნიშნოთ ის მიღწევები, რაც გვაქვს და პირველ რიგში ეს არავის დამსახურება არ გეგონოთ თქვენ თუნდაც ამ ქვეყნის გარდა ქვეყნის შიგნით მოქალაქეების ერთსულოვნებისა ამ ხელისუფლების მოშორებასთან დაკავშირებით და ხელახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ეს იხსნება ევროკავშირის ბიუროკრატიით, არასაკმარისი პასუხი, თუ რაღაც ძალისხმევა დააკლდა და შეიძლება იყოს ან თქვენი მუშაობით შეიძლება ეს აიხსნას, ხო? მაგალითად, ჩვენ ბევრჯერ მოგვისმენია იგივე უნგრეთის პოზიცია, ხო, რომელიც აუთსაიდერია, ესე ვთქვათ, ევროკავშირის პერსპექტივიდან და რაღაც კონსენსუსის მიღწევას, ასე ვთქვათ, მოწადინებულად ეწინააღმდეგება, ხო? ბევრი მოგვისმენია ინდივიდუალური ქვეყნების მხრიდან საუბარი ინდივიდუალურად სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და ბევრიც, ხო, ნუ 4 ქვეყანა ეს უკვე სისრულეში მოიყვანა გარკვეულწილად, ხო? ამიტომ აქ ბევრი, ეხლა მე არ მინდა უბრალოდ რაღაცა პასუხისმგებლობები აქეთ-იქით მოვისროლო, ეს ალბათ საერთო ჯამში ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს, მეტი შეიძლებოდა და ამ მიმართულებით რაც მთავარია ეს დინამიკა და პროცესი აქტიურად გრძელდება, როგორც ბრიუსელში, ასევე ვაშინგტონში. კი ბატონო, ბეკა, ისე თქვენ ელუდებით, რომ აი მომავალში ან ახლო მომავალში ბრიუსელი და ვაშინგტონი კაფიოდ გააკეთებს განცხადებას, რომ საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი არ არის ლეგიტიმური. მე ველოდები, რა თქმა უნდა, თუმცა კიდევ ერთხელ, ეხა ისე, ნუ დავაფორმულირებთ ჩვენს საუბარს, რომ აქ რაღაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები არის. შემდგარი მოცემულობაა, რომ ფაქტობრივად ლეგიტიმაცია ხელისუფლებას არ აქვს, გულისხმობ საქართველოს. კი ბატონო, ამიტომაც ვკითხეთ კაფიო განცხადებაზე. იცით რა, ხო, ჩვენ ბევრი დინამიური ფაქტორი გვქონდა, ხო, იქ ადმინისტრაციის არჩევნები, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ბრიუსელში რაღაც სხვადასხვა პროცესები, სხვადასხვა. ეს გესმით, ხო, ეს არ არის, ესე ვთქვათ, რაღაც
მარტივი საკითხი და არც ესე ერთი ხელის მოსმით გადასაჭრელი. ამიტომ ჩვენ სულ ვამბობდით, როდესაც ამ ბრძოლაში შევედით, გულისხმობ საპროტესტო აქციებს და არალეგიტიმაციის პოლიტიკას, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, სხვები არ ვიცი, მაგრამ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია რომ ეს არის განგრძობითი ბრძოლა და ამ ბრძოლაში ჩვენ განგრძობითად შევდივართ. არ შეიძლება ესეთი კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟი ერთი ხელის მოსმით მოახდინო და აი ეს ამ სწორი მოლოდინების შექმნა მათ შორის საპროტესტო განწყობების ეფექტურად, ესე ვთქვათ, ეფექტური დინამიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, აი გადავიდეთ მეორე ფაზაზე და სწორ მოლოდინებზე ეკონომიკის მიმართულებით, ამ კრიზისის მიმართულებით 6 მილიარდი ინვესტიცია, რომელზეც ყვება პროპაგანდა პირველ ამბად ვრცელი სიუჟეტებით. ესეც არის, როგორც თქვენ თქვით, ფუნდამენტალისტი მომხრეებისთვის ოცნების. რა არის ამ 6 მილიარდის მიღმა? რა კითხვებია და რატო? ეხლა კითხვები გაჩნდა, ხო, ეს ფუნდამენტალისტი ოცნების წარმომადგენლები კი არა და უბრალოდ ხარდამჭერებს, სადაც კი უჩნდებათ კითხვა, რომ ეხლა ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი საფინანსო სისტემა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ბიზნეს სექტორი მეტად თუ ნაკლებად ჩვენი პოლიტიკური კურსის შესაბამისად, ესე ვთქვათ, სახელმწიფო ხელშეწყობის პოლიტიკა იქნება თუ ბიზნესის თვითმოტივაციით შექმნილი დინამიკა უკავშირდება ევროკავშირს, უკავშირდება დასავლურ და დემოკრატიულ სამყაროს. ეს ბუნებრივი მოცემულობა, სხვა ალტერნატივა ჩვენ ბიზნეს ეფექტურობის გინდა ეკონომიკური მიზანშეწონილობის თვალსაზრისით არასდროს არ გქონია. შეუძლებელია საქართველოს იყოს მისი გეოპოლიტიკური, უბრალოდ გეოგრაფიული, ესე ვთქვათ, მდებარეობის ეფექტურად გამომყენებელი, ანუ შუა დერეფანი იქნება თუ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კავშირის შემქმნელი იქნება თუ ერთ ნახევარსფეროს არ ელაპარაკება, ეს ხო შეუძლებელია. ამიტომ ეხლა ეს ესმით მათ შორის ფუნდამენტალისტ კონცეფტს და მათ გაუჩნდათ კითხვები, რომ აი ესე იგი ეს დახმარებები რომ წყდება, ეს ურთიერთობები და იზოლაცია რომ იზრდება, ეს ნიშნავს თუ არა სოციალური აფეთქების რისკებს. იმიტომ რომ ივანიშვილს ეშინია ყველაზე მეტად სოციალური აფეთქების. მან იცის, რომ პროპაგანდა ვრცელდება მანამ სანამ ადამიანი ჯიბეზე ხელს მოისვამს, ხო? იმიტომ რომ ეს პროპაგანდა მის ჯიბეს ვერ ავსებს, ხო? შეიძლება მისი აღქმები შეცვალოს, მაგრამ როგორც საქმე ყოველდღიურ პრობლემებს შეეხება, პროპაგანდა იქვე ამთავრებს მუშაობას. ამიტომ ყველაზე მთავარი პრობლემა მისთვის სოციალური აფეთქების რისკებია. ეხლა ამ რისკების დასამენეჯმენტებლად, რა თქმა უნდა, მას ჭირდება, სანამ უშუალოდ რაღაც ეს მწვავე ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება, დროის გახანგრძლივება, ხომ? რეჟიმის შესანარჩუნებლად და მისი ფუნდამენტის გასამყარებლად. ეს არის მათ შორის აი ეს რაც თქვენ ბრძანეთ, ეს 6 მილიარდი ინვესტიცია, რასაც რა თქმა უნდა დასავლური პარტნიორების, ჩვენი დასავლური ეკონომიკური ინტერესის პარალელურად რო ხორციელდებოდეს, ყველა მივესალმებით, მე პირველ რიგში მათ შორის, იმიტომ რომ რაც აბალანსებდა ყოველთვის სხვადასხვა ეკონომიკური ექსპანსიის მიმდევარ ქვეყნებს, მოდი ესე ვთქვათ, რომლებიც ყოველთვის პოლიტიკური ამოცანებით მოქმედებენ, იყო საქართველოში ბალანსი მეორე მხარეს. ეს ბალანსი დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად ოცნების პირობებში აღარ არსებობს. რომ მიესალმებოდით ერთია, მაგრამ რამდენად რეალისტურია? რამდენად რეალისტურად ხარ როგორ გითხრათ? არ ვიცით. ყოფილა წარსულშიც ხომ გამოცდილება რაღაც მე რაღაცა პატარა ესე ვთქვათ ინფორმაცია. მრავალი დაპირების შემდეგ, ერთი მშენებლობის დასრულების შემდეგ რომ გასულა კომპანია აღარ გაუგრძელებია, აი როგორ წარმოგიდგენიათ? უყურეთ, აი ხა ყაზახური კომპანიის მაგალითი იყო აჭარაში. კი, ბევრი მაგალითი იყო, ახლა ისტორიულ კონტექსტს რო შევეშვათ, უყურეთ მარტივად არის, არ ვიცით ეს 6 მილიარდი 10 წელიწადში იქნება თუ 100 წელიწადში. არ ვიცით საერთოდ პირველი ტრანში როდის ჩამოირეცხება, ხო? ეს შეიძლება ახლა მემორანდუმს რო გვიფრიალებს, მემორანდუმი კი არა, დაწყებული პროექტი გაჩერებულა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, უამრავი, იმიტომ რომ ხელისუფლებამ წილები ვერ დაალაგა, ხო, ამ პროექტში თავისი კორუფციული, ესე ვთქვათ, ინტერესებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა, ეს ზედაპირულად ამ შეჩეჩება საზოგადოებისთვის, რომ უი ნახეთ 6 მილიარდი, ვისგან მოგვაქვს 6 მილიარდი, რა სვავითარებთ, ამას ხომ მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ეს 6 მილიარდი საერთოდ ამ კომპანიას ასეთი მასშტაბის ინვესტიცია არც ერთ სხვა სახელმწიფოში არ გაუკეთებია, ესეც ხო მოცემულობა და მარტივად საპოვნელი. ამიტომ თავიდან ბოლომდე ეს არის, ესე ვთქვათ, ერთი დიდი პროპაგანდის ნაწილი, რომელიც ემსახურება კიდევ ერთხელ ვიმეორებ
ვისაუბრებ მხოლოდ ერთ რამეს, რომ მოხდეს აი ამ ასე ვთქვათ ფუნდამენტალისტებში იმ შიშების ჩაცხრობა, რომელიც შეიქმნა. და მარტივია, აი საზოგადოებას უფრო მინდა რომ მარტივად დავანახოთ რაღაცები, ხო სირთულე აქ არაფერი არ არის. ჩინეთს საქართველო, მაგალითად, ჩინეთის კონტექსტი რო ვქნებავთ ემირატებს, ხო? საქართველო აინტერესებდა ყოველთვის როგორც გასასვლელი კარიბჭე დასავლეთთან, საქართველოს ბაზარი ხო პატარაა, ჩინეთისთვის არაფერი არ არის, ხო ზღვაში წვეთია. თუკი საქართველო იზოლირებულია მათ შორის დასავლეთის მხრიდან, ანუ იმ ბაზრის მხრიდან, სადაც ჩინეთს ინტერესები აქვს. საქართველოს მიმართაც მას ინტერესები ხო ვერ ექნება. იგივე ეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც ბუნებრივი, ხა როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი ემირატებს გულისხმობ ამ შემთხვევაში საქართველოში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციით შემოვიდეს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან საერთოდ აჩერებს. ამიტომ ეს არის ესე ვთქვათ, ბევრი ბჭობის შედეგად რაღაცა სხვადასხვა კავშირებით შექმნილი რაღაც ილუზიური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანამ ბევრი კითხვის ნიშანს პასუხი არ გაეცემა და მე დარწმუნებული ვარ, არ გაეცემა. მანამ ამის დაჯერება ძალიან ძნელია. ამ ფონზე კობახიძე ლაპარაკობდა, რომ 9%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება მომავალ წელს. კობახიძეს უთხრეს. ფინანსთა მინისტრმა 7.9% თქვა ყველაზე ოპტიმისტური სცენარით. რატომ წაუმატა, საიდან წაუმატა? კი, აი ეს თქვი კიდევაც მე სხვა ვთქვათ, მათ შორის სოციალურ მედიაში, რომ კობახიძე ახასიათებს, როდესაც ციფრს ვერ იგებს შინაარსობრივად, მას უყვარს ხოლმე მცირე ეჩვენება და უყვარს ხოლმე, ესე ვთქვათ, პროპაგანდის მარჟის დამატება, ესე დავარქვი მე ამას, სხვა ამას ტერმინი არ აქვს. პროპაგანდის მარჟა დაამატა, მოკლედ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ ეხლა ამდენი ხანია საუბრობს 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გასულ პერიოდში, რომელიც ადამიანების ჯიბემდე რატომღაც არ მიდის და ეხლა უცბად 6-7% მოეჩვენა, ისიც ძალიან გაბერილი. მოეჩვენა ამასთან შედარებით ძალიან კონსერვატიულად და თავის პროპაგანდის მარჟა დაამატა, იმიტომ რომ შინაარსში ხო ის ვერ შედის. ამიტომ ამ საკითხში ხა ეკონომიკას გულისხმობ, რა თქმა უნდა და ფინანსებს. ამიტომ ეს ეკონომიკური, ესე ვთქვათ, ზრდის პარამეტრი ითვალისწინებს დაშვებების დონეზე, როცა ამის პროგნოზირება ხდება, ნორმალიზაციას ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების და ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ მხოლოდ კონფრონტაციას. ამიტომ სამწუხაროდ ბექა ეს მოკლევადიანი გათვლა თუ თვითმმართველობის არჩევნებზე გათვლა როგორ ვქნა? იცით რა, მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს რთული სათქმელია, მოდით ესე ვთქვა, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ეს თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო კამპანია ან სულაც თვითმმართველობის არჩევნებთან სხვა ახალი არჩევნების ან უკვე დაწყებული კამპანია იყოს, თუმცა ამის ჯერ ეს შეფასება ძალიან რთულია. ახალი არჩევნების რომელზეც იმეორებს ყოველდღე ბოლო ერთი კვირა რომ არ დაინიშნა 2028. არა, რა თქმა უნდა, ლინგვისტიკაში შემოვიდა. რა თქმა უნდა იმეორებს, ეხლა ცხადია ამაზე არის საუბარი, მაგრამ ამის საპასუხოდ მე შემიძლია კონტრარგუმენტის მოვიყვანოთ. ივანიშვილმა გამოავლინა ყველაზე დიდი სენსიტიურობა, მაგალითად ბრიტანეთის მიერ სანქციების სისხლძარღვ დაწესებასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად პანიკურად დაიწყო თავისი აქტივების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მას არაფერი აღარ ადარდებს ხო. დროებით გამოსავალი რა, მისთვის ეს გზა ხო მანამდეც გაუვლიათ. ყველა შემთხვევაში დროებით ეხა ვიღაცა შეიძლება თქვას რომ აი გადმოიტანს ყველა ფულს და საქართველოში გააკეთებს ბიზნესი. უყურეთ მეგობრებო ერთი რამეა. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, ჩვენ ვართ პატარა მცირე ზომის ეკონომიკა და ჩვენი ბიზნესი სრულად ინტეგრირებულია დასავლურ ეკონომიკასთან, გულისხმობ ტრანზაქციული იქნება თუ სხვა თვალსაზრისით. ეხა ამ ქვეყანაში იმ კაპიტალის აბსორბცია, რომელიც გადამალვა შეიძლება ბიძინა ივანიშვილს უნდოდეს, უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ ის როგორც ჩვენმა თავმჯდომარემ თქვა, ძალიან მალე დაკარგავს, რაც ყველაზე მეტად უყვარს იმასაც და ძალაუფლებასაც, ანუ ფულსაც და ძალაუფლებასაც. ეს რაც უფრო ადრე გააცნობიერებს, მით უფრო დიდი რესურსი ექნება მინიმუმ საკუთარი ფულის გადარჩენას. კი ბატონო. ერთ განცხადებაზე კითხავთ კიდევ, რადგან საუბრობთ სანქციების ეფექტზე. დღეს დისკუსიის საგანია მამუკა ხაზარაძის ნათქვამი შტატებში მის ვიზიტთან დაკავშირებით. თუ გვაქვს საშუალება მოვასმენინოთ მაყურებელს, თუ არ და შეგვიძლია კიდევ ერთხელ მოკლედ თქვა ჩინარსი, რომ ეს ეხებოდა შესაძლო სიას სანქცირებული ბიზნესმენების, რომ მათ შორის ადვოკატირებდა მათ სანქციებში არ მოხვედრასაც, რადგან ამას მოყვებები და კომენტარის შემდეგ უკვე დღეს განმარტებაც გააკეთა, მან თქვა, რომ კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების სამსახურების დასანქცირება არანაირად არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში. მოდი მოვისმინოთ გუშინ გაკეთებული კომენტარი ხაზარაძის და განმარტებას დავუბრუნდებით. ჩვენ არ ვიყავით ჩასულები, რომ ვიღაცა დაასანქცირებს შეერთებულ შტატებში და ამას არც ვიკადრებ. პირდაპირ გეუბნებით, იქ პირიქით ადვოკატირებას უწევდი
იმ ბიზნეს სტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა. ბიზნეს სტრუქტურებს რო გადარჩნენ, ბიზნესი გადარჩეს. იმიტომ რომ ჩვენ ახლა განპირობებულად ლაპარაკობთ. ბიზნეს რომელიც შეიძლება იმ სიაში იყოს. დიახ, იმიტომ რომ ამ ხალხის უკან, იმიტომ რომ ამ ხალხის უკან ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაცა არ მოხდეს. მე ამას ტელეპასულებს ლაპარაკობ, შეიძლება ეს არაპოპულარულია ხა ამის თქმა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ესე თქვა, მაგრამ ამ ათასობით ადამიანი მუშაობს. ათასობით ადამიანი იმ ხალხს უნდა ვიფიქროთ. შეიძლება ისე უნდა თუ იმეს დაასანქცირებენ, მე არ ვიცი დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ესე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ამიტომ ეს ძალიან ესე თქვა სათუთი თემაა რა. მაყურებლისთვის ვიტყვი, ამის შემდეგ უკვე დღეს მამუკა ხაზარაძემ Facebook პოსტი დაწერა და გააკეთა გაავრცელა განმარტება. ის ამბობს, რომ კონკრეტული ბიზნეს სტრუქტურების ხელმძღვანელების და მფლობელების დასანქცირება არ უნდა აისახოს იმ ხალხზე, ვინც დასაქმებულია ამ კომპანიებში. მისივე თქმით, უცვლელია მათი პოზიცია, რომ რუსული რეჟიმის დამფინანსებლები უნდა დასანქცირდნენ. ის ამ წერილში საუბრობს, რომ 10,000-ობით ადამიანს შეიძლება შეეხოს დასანქცირების შემთხვევაში უკვე მათ კომპანიებში ეს წნეხი და როდესაც მათ ეხებოდათ რაც ივანიშვილმა წამოიღო, დატოვეს სამსახურები და პოზიციები მათ. მოკლედ არის თუ არა დამაბნეველი, ის ვთქვათ, ხან საინტერესოზე საუბარი ხან არიდებაზე. მაგრამ ერთი რამე კი ფაქტია, არავის არ სურს, რომ ეს დასაქმებულებს უბრალოდ ადამიანებს შეეხოს. უბრალოდ მე მიკვირს ესეთი ტიპის განცხადებები, როცა საკითხი მეტნაკლებად ჩემი არქმით კარგად უნდა იცოდნენ ამ პარტიაში მინიმუმ. აქ საუბარი სწორედ იმაზეა, რომ კონკრეტული პირები გახდნენ საკუთარი ინდივიდუალური და არა სოლიდარული პასუხისმგებლობის ფარგლებში პასუხისმგებლები, ხო? ეს არ არის, ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ ბიზნეს სტრუქტურებზე, სადაც რომელთა ბიზნეს სტრუქტურა ისეთია, რომ რაღაცა სოლიდარული პასუხისმგებლობები აქვს და თუ ბიზნეს მფლობელს დაასანქცირებს, აუცილებლად ნიშნავს იმ კონკრეტული, ესე ვთქვათ, ბიზნეს სუბიექტის აქტივების გაყინვასაც. ესე არ არის და ესე არასდროს ყოველ შემთხვევაში არც სხვა ქვეყნებში ესეთი ტიპის მიდგომები არ ხდება ხოლმე, თუ უშუალოდ ბიზნეს სუბიექტს არ ასანქცირებენ, ცალკე არის გამიჯნული სასანქციო პრაქტიკაში. არის პერსონალური და არის ბიზნეს სუბიექტი. ანუ მაგალითად სოფხაკაძე თუ დასანქცირდება, ეს არ შეეხება ვისოლში დასაქმებულებს ამის. არ მინდა კონკრეტულად ვიღაცაზე ვისაუბრო, მე არ ვიცი საბოლოო ჯამში ვინ დასანქცირდება და ვინ არ დასანქცირდება, ვისაა კავშირი. ანუ მაცოცხლებელთა სიაში რადგან ზოგადად მესმის ხომ არა, მე ხო არ ვიცი ხა იქ საბოლოო ჯამში რა სია დარჩება და როგორ იქნება. მე იმის თქმა მინდა რომ ეს რაზეც არის საუბარი, რა თქმა უნდა, არც ჩვენი ინტერესი და არავის ინტერესი ეს არ არის. აქ საუბარი იმაზე, რომ ხა ისეთი თან ხა მე ამ რეჟიმის ეს თქვა მაცოცხლებელი სუბიექტები არიან ადამიანები, რომლებიც პერსონალურად, ოჯახების დონეზე, ინდივიდუალურად ფლობენ უზარმაზარ აქტივებს საზღვარგარეთ, ხო? რა შუაში ხა საზღვარგარეთ ვიღაცის უძრავ ქონებასთან ან მოძრავ ქონებასთან მისი საქართველოში არსებული ბიზნეს სუბიექტის ასე ვთქვათ ოპერირება, ხო? რა თქმა უნდა, საიმიჯო რისკები აქ არსებობს, ისე როგორც ბიზნეს ივანიშვილის პერსონალურ დასანქცირების შემთხვევაში, საიმიჯო რისკები არსებობს და საიმიჯო რისკებია მათ შორის, ისე როგორც ინდივიდუალური აქტივების სანქციების ასე ვთქვათ მიზანი, ხო? ამიტომ თუ ვინმე სურს სანქციების თავიდან არიდება, ჯობია დროულად მოახდინოს საკუთარი თავის და საკუთარი საქმიანობის და მათ შორის სპონსორობის დისტანცირება, რა თქმა უნდა, და ამის ბევრი შესაძლებლობა ჰქონდათ მათ ბოლო პერიოდში და ჯერ კიდევ არსებობს ამის შესაძლებლობა და აქედან გამომდინარე აიცლებენ ამ სანქციებს თავიდანაც. ეხლა არ მინდა კიდევ ერთხელ რაღაც კონკრეტულ სპეკულაციებში და კონკრეტულ სახელებს და გვარებზე ვისაუბრო, მაგრამ დღეს უკვე ჩვენ ხედავთ რამოდენიმე სისტემურ წარმოში ქვეყნის შიგნით, რომელიც განაწილებულია სხვადასხვა მინი ოლიგარქებზე, როგორ ხდება პოლიტიკური ანგარიშწორება, როგორ ხდება ადამიანების პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გამოგდება, როგორ ხდება კიდევ ბევრი უბედურება, მოკლედ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ დაკვეთას და ეხა ამ ადამიანებს უნდა კონდეს დიახ იმის განცდა და შიში, რომ მათ შესაბამის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. სხვაგვარად, ხო, სპონსორების მათ შორის ესეთი ტიპის მინი ოლიგარქების პასუხისმგებლობების გარეშე პასუხისმგებლობის გარეშე გახანგრძლივდება უბრალოდ ეს ბრძოლა კიდევ უფრო, ამიტომ და ბოლოს გითხარით თქვენი მოსაზრებაც პროტესტის ამ ეტაპზე უკვე გაჩნდა კითხვები, რა შეიძლება გაკეთდეს უფრო მეტი და სერბეთში განვითარებული მოვლენების ფონზე პარალელების გავლება, მათ შორის ინიციატივები, მაგისტრალების გადაკეტვა ხომ არ იქნებოდა ეფექტიანი, რასაც მოჰყვა ოცნების ისტერია და პანიკა თუ აკვირდებოდით თქვენს სოციალურ მედიაში განსაკუთრებით. კი, ნუ ახლა ყველა თვითგამოცხადებული იქნება თუ სხვაგვარი ეს თქვათ სხვაგვარად შექმნილი რეჟიმების შიშები უკავშირდება მათ შორის
კიდე ერთხელ უბრუნდები იმ თემას. ხანგრძლივად რაღაც იგივე სატრანზიტო ღერძის თუ სხვა ეკონომიკური აქტივის პარალიზება ნიშნავს ეკონომიკაში პრობლემების გაჩენას. ეკონომიკაში პრობლემების გაჩენა ნიშნავს სოციალური აფეთქების რისკებს, რაზეც მე ცოტა ხნის წინ საუბრობდი. ამიტომ რა თქმა უნდა, მათი რეაქცია გასაგებია. მე მოხარული ვარ, რომ ამ პროტესტის, ამ საპროტესტო მუხტის მთავარი სუბიექტი დღეს და მმართველი არის ადამიანები, ხალხი, უბრალო მოქალაქეები, ვინც ამ პროცესებში არიან ჩართული, მათ შორის თვითორგანიზებით, მათ შორის ჰორიზონტალურად ახდენენ. ამიტომ ეს მათი, ასე ვთქვათ, შემოქმედების და მათი ამოცანების საკითხია. ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკურ ძალას გულისხმობ, ჩვენ გავართ პროტესტზე, გავაგრძელებთ დგომას და ჩვენ მთელი ჩვენი რესურსებით მათ შორის გადართული ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის კუთხით.